დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ პიროვნული ზრდისა და ტრანსფორმაციის მენტორი, კოუჩი ქალბატონი ნინო მაღედანი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგწონთ ჩვენთან გადაცემაში ბედნიერ წარმატებულ დღეს ეთერს გისურვებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ თუ პიროვნული ზრდა დღეს ასეთი პოპულარული რატომ არის და როგორ გახდა. და ძალიან ბევრი ისეთი კითხვებია, რომელზეც შესაბამის პასუხებს მოგვაწვდით და ჩვენ სულფასთან და მაყურებელს რჩევის სახითაც მივაწვდით და მოვასწრებთ. კი ბატონო, და რაღაც პრაქტიკებსაც გაგიზიარებთ. კი, რა თქმა უნდა, პრაქტიკებს. რომ გამოიყენოთ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. გოჩა, სტანდარტი გაიზარდა ცხოვრების. ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ უბრალოდ ცხოვრება, უბრალოდ მუშაობა, უკვე უნდათ რომ ერთი რომ სასიამოვნო და ისეთი ნაყოფიერი სამსახური შოვონ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ სამსახურებში. ეს სამსახური რა თქმა უნდა იყოს სიამოვნების მომტანიც და ანაზღაურებადიც რა თქმა უნდა შესაბამისად. ამიტომ სტანდარტების გაზრდამ ადრე თუ უბრალოდ ადამიანები კმაყოფილდნენ ბოდნერით რომ ხელფასი ქონდათ, ზაფხულში სადღაც ისვენებდნენ, ეს აღარ აკმაყოფილებთ. შესაბამისად პიროვნულმა ზრდამ ამის გამო გამოიწვია ის რომ პიროვნულ ზრდაზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს ასევე გაიზარდა ასაკი. გულისხმობ იმას, რომ ადრე თუ გაიზარდაში გულისხმობ, რომ უკვე ჩვეულებრივად 35-დან 45 წლამდე თუ იყო ასაკი, ეხლა შეიძლება რომ უმეტეს შემთხვევაში 45 წლის ზემოთაც მოგმართავენ და უფრო პატარებიც. ეს ძალიან კარგი ამბავია, იმიტომ რომ ადამიანები უკვე დინებას კი არ მიყვებიან, ანუ ისინი ცდილობენ რომ თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღონ და თვითონ შექმნან ის სასურველი ცხოვრება იმ ინსტრუმენტების და იმ სპეციალისტების დახმარებით, როგორებიც ვართ მენტორები და კოუჩები და ფსიქოლოგები და გეშტალტ თერაპევტები და რა ვიცი, მე ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანები წარმოდგენილია. ღვთისმსწავლობით საქართველოში უკვე ამ პროფესიის ადამიანების სიმრავლე უკვე არის. და ეს სიმრავლე სასიკეთოდ აისახება, თქვათ, იმ ადამიანების, თქვათ, პროფესიული ზრდისთვის, განვითარებისთვის, რომელიც საჭიროა. არჩევანია გოჩა და იმიტომ რომ და სწორი არჩევანი ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან საინტერესო კითხვა და აქტუალური, იმიტომ რომ ყოველთვის ეს სიმრავლე ხარისხს ყოველთვის არ ნიშნავს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სერტიფიკატების და დიპლომების რაოდენობაც არ ნიშნავს პირდაპირ ხარისხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ხო ამისთვის რაღაც კრიტერიუმებს უნდა დააკვირდეს, ესე ვთქვათ. იმ ცოდნის გარდა პრაქტიკული გამოცდილება რამხელა აქვს, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, რომ აი ძალიან ბევრი სერტიფიკატი და დიპლომი აქვს ადამიანს და მე პირადად მოხვედრი ვარ ეგეთ სიტუაციაშიც და ამ დროს იმის გამო რომ პრაქტიკა იყო ნული და საერთოდ არ ქონდა ეს აისახა ზუსტად იმ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ორივე ერთად თუ იქნება აი ეგ ძალიან კარგია და უმეტეს შემთხვევაში კიდე გოჩა ჩვენზე საუბრობენ ჩვენი კლიენტები ანუ ესე ეძახიან ბრენდის ადვოკატები ესე თქვა ჩვენ ყავს ბრენდის ადვოკატები რომლებიც ესე გულისხმობა რომ ადამიანები რომლებმაც ჩვენგან სარგებელი და სიკეთე მიიღეს და რაღაცა გაუმჯობესეს ეს ცხოვრებაში ისინი მე გადასცემენ სხვა ადამიანებს და ესენი არიან ზუსტად ის ადამიანები ვინც ფაქტიურად სწორ რეკომენდაციას აწვდიან ხოლმე მათ ვისაც პიროვნულის დაუნდათ ესე იგი ჩვენი სრულების ასრულება ხდება ესე იგი როდესაც ჩვენ მივალთ თქვა კოუჩთან უკვე მივიღებთ იმ თეორიულ ცოდნას ხო და შემდეგ რო პრაქტიკულად განვახორციელოთ გოჩა ხო თავარი იცი რა არის რომ კოუჩი ხო სწორედ კოუჩი მენტორი ორივე პროფესია არის ისეთი ну განსხვავება ის არის რომ მენტორი უფრო რჩევებსაც იძლევა, კოუჩი არ იძლევა. და თავარი ის არის რომ ჩვენ დავეხმაროთ ადამიანს რომ თავისი პოტენციალი აღმოაჩინოს, დაინახოს თან. იმიტომ რომ ძალიან ხშირად იცი როგორი გაუფასურება ხდება ადამიანების მიერ. ანუ იმ მიღწევებს რაც აქვს და ის სკილები, ვერც კი ხედავენ. და ამაში კოუჩი ძალიან კარგად ეხმარება და ჩვენ ეს დავანახოთ და ის გზებით შეიძლება რომ დავანახოთ თუ როგორ შეიძლება ამის რეალიზაცია გააკეთოს, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი ვერ დაინახა, ის რჩება იმ წერტილში და აღარ ვითარდება. და სწორედ ეგ მოვალეობა გვაქვს ჩვენ ფაქტიურად კოუჩებს და ერთადერთი რაც ხელს უშლის ხოლმე პიროვნულ ზრდაში და ცხოვრების შეცვლაში არის მიზეზი არის ის რომ
ხანდახან ადამიანებს გვაქვს ესეთი მოლოდინი, რომ ერთ ტრენინგში, ერთ სესიაში უცებ შევცვლით ცხოვრებას და მე ყოველთვის ოდესაც ადამიანი მომართავს, რომ მე მინდა ცხოვრება შევცვალო. და მე ვეკითხები, რამდენი წლის ხარ? ნუ ასაკი დაასახელა დაუშვათ 40 სიტყვას. მე ვეკითხები, რომ 40 წლის განმავლობაში შენ როგორ შექმენი, შენი ცხოვრება, შენი ფინანსები, კარიერა, ყველაფერი ეს ასე ვერ შეიცვლება. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზუსტად ანალოგიურად როგორც ეს შექმენი, ვინც ხარ დღეს 40 წლის განმავლობაში, ხა მე იმას არ ვცახე, რომ ტრანსფორმაცია 40, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჩემი აზრით, პირადად ეს 6 თვიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ათვლა და ზემოთ ეს ინდივიდუალურია, ვის როგორი პოტენციალი გააჩნია და როგორ მიუდგება თვითონ ამ პიროვნულ ზრდას და ტრანსფორმაციას. ამიტომ ყველაზე მეტად ხელს უშლის ხოლმე ზუსტად ეს, რომ მოლოდინში შეიქმნიან, მოვლენ ძალიან ენთუზიაზმით, დაიწყებენ და შემდეგ ეყოფათ რაღაც 4-5 შეხვედრამდე ეს მონდომება, რაღაც ცვლილებები იწყება გოჩა, აუცილებლად იწყება მალევე და აი მედი გახარებული რომ ზოგი სამსახურს შოულობს, რომ არ მუშაობდა მანამდე თავის ასრულ სამსახურს. ზოგთან სიყვარული მოდის და პირადი ცხოვრება ეხსნება, ზოგს ამ ბოლოს აღმოჩენენ ვალები სუბრუნებენ ფინანსური საინტერესო არის. ესე იგი დიდი ხნის დაუბრუნებელი ვალები რომ ერთ-ერთმა კლიენტმა მითხრა რომ გააჟღერა რომ აი ამაზე რა უნდა ვქნათ ფინანსურ იმას ვატარებდი რა ქვია პროგრამის ტრენინგს და აი ამაზე რას გვეტყვით ქალბატონო რომ დიდი ხანია უკვე წლებია ვეღარც და არ მიბრუნებსო და რაღაცები აუხსნე ესენი კოუჩინგურად რომ რა უნდა გაეკეთებინათ რაზე უნდა ეფიქრათ რა უნდა დაეწერათ იმ მევალისთვის რა უნდა მიეწერათ და რომ გააკეთა და სადღაც ორ კვირაში მწერს რომ იცი რა ქალბატონო პიროვნული დისხრი ჯერ არ ვიცი რა მეტყობა მაგრამ ვალი დამიბრუნებს ეს ვალი დაბრუნება ნუ ესე იგი სასიკეთო ცვლილება მოხდა მის ცხოვრებაში კი და რატომ ვერთვის ადამიანი ცხოვრებას მიუხედავად სურვილისა და როგორ დაიწყოს რომ თქვათ აი იმ სურვილისა უნდა რომ შეცვალოს და როგორ უნდა დაიწყოს რომ შეცვალოს ეს ცხოვრება. პირველი ალბათ გოჩა რასაც ვიტყვი არის რომ იმ ადამიანმა ვისაც უნდა რომ ცხოვრება შეცვალოს ანუ ჯერ რა თქმა უნდა ის უნდა დააფიქსიროს რა არ მოწონს. ეხლა რა არ მოწონს მის ცხოვრებაში, რომელ სფეროში არ მოსწონს, მაგალითად, პირადში, ფინანსებში, კარიერაში, დასვენებაში, ოჯახურ ურთიერთობაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანს ყველაფერი არ მოწონდეს, ანუ მის ცხოვრებაში, ხო? ეს უნდა ამოიცნოს, დააკვირდეს. შემდეგ უნდა დააკვირდეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავის ოჯახის წევრებს. იმიტომ რომ ჩვენ იმ გვარის წარმომადგენელი ვართ, სადაც დავიბადეთ, ხო? შეუძლებელია რომ ჩვენი გენეტიკა და ჩვენი საგვარეულო ჩვენში ასახული არ იყოს. შესაბამისად, ვაკვირდებით იმ ადამიანებს ჩვენს გარშემო ვინც არიან, ეს მშობლები, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბებია, ბაბუა, სულ ყველას ჯამი ვართ ჩვენ. ორივე მხრიდან თან, დედის მხრიდან, მამის მხრიდან. და თან თუ ამას ისახლავს რომ დედა ხშირად გვეუბნება რომ აი იმას გავხარ ძალიან განსაკუთრებით იმ ადამიანს თუ დავაკვირდებით ვისაც გვამსგავსებენ როგორც მარტო ფიზიკურად არა ცხოვრების ხაზითაც ძალიან ხშირად იყო ეგეთ შემთხვევა რომ ადამიანი რომელიც დაუშვათ ბიძას გავდა რომელიც ძალიან ადრე დაქვრივდა და ცოტა ისეთი ისტორია ქონდა ის ბიძა რომელსაც ამსგავსებდნენ ჩემს კლიენტს რაღაცნაირად მას გამეორდა მისი ისტორია ბიძის ეს ძალიან ხშირად ხდება და რატო ხდება ეს მეც მაინტერესებს ეს საგვარეულო პროგრამებია გოჩა საგვარეულო პროგრამების თქვათ ასე თქვათ დალაგებაც შესაძლებელი არის შესაძლებელია ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი ეს არის ხანგრძლივი პროცესი იმიტომ რომ ნახე როგორი რაღაცა ეხლა წარმოგიდგენთ ჩვენ თუ იმ სუმცირე იმ 7 თაობის ნაკრები ვართ ვინ ჩვენს უკან იყვნენ ჩვენამდე იყვნენ ესე რომ ვთქვათ ხო იმ პროგრამებით რაც გადმოგვეცვა იცი როგორ შეიძლება ამოიცნო უნდა დააკვირდე
შენს აი ზუსტად იმ მონაგარში წეღან ვინც ვახსენე, რამდენად ბევრი ადამიანია პირად ცხოვრებაში ბედნიერი, ფინანსებში კარგად, ვინ შეძლო ცხოვრების თავის გართმევა, რამდენმა შეძლო, რაოდენობრივად, რაც უფრო მეტი იყო დაუშვათ ფინანსებში და ფულთან კარგად, მე ესე იგი გენეტიკაში მექნება ამის წინაპირობა. და მე ეს ადვილად გამომივა. და თუ პირადი ცხოვრება არ გამოსდიოდა უმრავლესობა ჩემს წინაპარს, გამოსდიოდაში მოდი ახლა დავაკონკრეტო, არ გულისხმობ დაქორწინებას. მე ვგულისხმობ და იმიტომ რომ ხშირად დაქორწინებაში მსხვერპლად რჩება ადამიანი, ძალიან უბედურ ცხოვრებას გადის, ინარჩუნებს ქორწილებას, სტატუსი აქვს დაქორწინებულის, მაგრამ ის ბედნიერი არ იყო. და თუ ჩემს საგვარეულოში ბევრი იყო ასეთი, ჩემთვის არ იქნება ადვილი პირადი ცხოვრების აწყობა. ანუ რაც თქვენ ამჟამად კარგად არ გამოგდით და ის რაც კარგად გამოგდით, ორივე არის, ესე ვთქვათ, ჩვენი მემკვიდრეობა. შესაბამისად, აი ამის ცვლილებებზე არის ზუსტად საგვარეულო პროგრამები, რომლებზეც ასევე მუშაობთ და ადამიანები პროცესი ეს მაინც რამდენს ეს უფრო მეტი ხანგრძლივ დროს მოითხოვს, კი, იმიტომ რომ ხა და შედეგი ყოფილა თუ თქვა თამბენზე შედეგები არის, აუცილებლად არის, პირველი მაგ შედეგის წარმოადგენელი მე ვარ, ხო და ძალიან, ოღონდ მე ფაქტურად ძირითადად მენტორის გარეშე გავიარე. ან ჩემით გავიარე, ნუ სხვადასხვა ენოვანი რესურსებით, იმიტომ რომ საქართველოში მაშინ არ იყო ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი და ინგლისურ და რუსულ ენებზე გავიარე და ძალიან კარგია, როდესაც ეს მე თვითონ მაგ გავლინი, მე ვიცი რა პროცესს გადის ამ დროს ადამიანი. იმიტომ რომ როდესაც განსაკუთრებით საგვარეულო პროგრამას ვეხებით და ჩვენ გვინდა ჩვენი თავის რადიკალურად შეცვლა და ძალიან არასახარბიელო მემკვიდრეობა მაქვს უკან დაუშვათ, ხო? მით უფრო გვიჯანყდება ქვეცნობიერი. და მე აუცილებლად წინასწარ, როგორც მე მგონია, როგორც ექიმი აწვდის ოპერაციამდე პაციენტს, რომ აი ეს არის მოსალოდნელი, ეს არის მოსალოდნელი, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ანალოგიურად უნდა იყოს და მე აი ასე ვაწვი ინფორმაციას, რომ აი ეხლა შენ რომ დაიწყებ ცვლილებებს, იცოდე რომ შეიძლება სოციუმი გაგერიყოს და გითხრას, რომ მე ესეთი არ მომწოხარ სიტყვაზე, იმიტომ რომ რასაც მიჩვეული არიან ადამიანები ჩვენგან ისეთები ვაწყობ ვართ. ისევე ქვეცნობიერსაც ეგეთი ვაწყობ ვართ. მართლაც მნიშვნელოვანი არის, ესე იგი ეს პროგრამები მოქმედობს იმ ყველაფერზე, საგვარეულოს, ასე ვთქვათ, დალაგება. და შემდეგ მსგავსება, რომ როდესაც სამსგავსება ვთქვათ, მამის ან პაპის, ვთქვათ, იქით შორს წასული, იგივე ხდება, ვთქვათ, ამ პიროვნებაშიც, ხო? შეიძლება ზუსტად არ გამეორდეს, გოჩა, მაგრამ ალბათობა ხშირად არის ხოლმე დიდი და როდესაც აი ამების გაშიფრვა ხდება, ზუსტად ეს ანკეტა არის ესეთი შესავსები, სადაც ვიკვლევთ ხოლმე, ესე ვთქვათ, ჩვენს წინაპრებს, აი ამ კითხვანიშნების მიხედვით და როდესაც გაშიფრვა ხდება, შენ უკვე იცი რომ დაუშვათ რაში გაქვს ყველაზე დიდი წყალობა, რა მოგცა საგვარეულომ და რაში შენ უნდა დაეხმარო შენს თავს. აი ეს მომენტია უბრალოდ. და ნუ რა თქმა უნდა, არა მარტო 21 საუკუნეში, უკვე განვის საუკუნეებშიც იყო ძალიან ბევრი სტრესი, ნეგატიური ემოციები, მაგრამ ყოველ საუკუნეში რაღაც სიახლეები არის, როდესაც ბრძოლა ხდება, თქვათ, ამ ნეგატიურ ემოციებზე, სტრესთან დაკავშირებით და თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სტრესს, ნეგატიურ ემოციებს და რაიმე პრაქტიკული ინსტრუმენტს თუ გაგვიზიარებთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან რომ ამ სტრესს როგორ უნდა, ნუ სტრესები ალბათ სხვადასხვანაირი არის, ხო, სხვადასხვა გზით მიღებული სტრესები. ძალიან კარგი კითხვა, გოჩა, იმიტომ რომ ძალიან იმრავლა. მეც კი როდესაც გამოკითხვას ვატარებ, ყველაზე მეტი მოთხოვნა არის ამაზე, რომ გვასწავლეთ სტრესის მართვა. ნუ ეს ალბათ დროის დაჩქარება. საინტერესო კითხვა, გვასწავლეთ სტრესის მართვა. და ეს ჩემი აზრით იმას გამოიწვია, რომ დრო ესეთი დაჩქარებულია და ამის გარდა ადამიანები ჩვენს თავს როგორ იმას უყენებთ, იცი 24/7-ზე არა მეტი უნდა მოვასწრო. ანუ თითქოს ისეთ კრიტერიუმებს უყენებთ ჩვენს თავს, რომ წარმატებულად ხშირად ისეთი ადამიანი ითვლება, ვინც ბევრს ასწრებს. ბევრი პროექტია სიტყვაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს იწვევს მე სტრესის ზრდას და ის წარმატებულად ვეღარ ჩაითვლება. და სწორედ
ამაზე რომ ფიქრობდი, როდესაც როგორ შეიძლება ადამიანი გაუმკლოს და მე ძალიან მიყვარს ძალიან მარტივი და პრაქტიკული ქმედებები, რომელიც ადამიანს შეასრულებინებს ამას და მეც დავსვი ეს კითხვა, რომ რამ შეიძლება ადამიანს დაეხმაროს, რომ სტრესი, იმიტომ რომ არ არსებობს, ეხლა არის პრაქტიკები, თქვენ რომ დაგუგლოთ აუცილებლად ნახავთ, ღრმა ჩაის უნდქეთ 4 თვლაზე 4 მერე შეაკავეთ, თქვა მე სტრესის დროს თუ აი ეს შეგვიძლია რომ იმ დროს გავჩერდეთ და ესე სუნთქვები დავიწყოთ, ოკეია, ვინც ამას ახერხებს. ვინც ვერ ახერხებს, გოჩა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავაცნოთ აი ეს ფორმულა, რომელიც რა თქმა უნდა ჩემს მიერ არის ნათარგმნი, თორე ინგლისურ ენაზე სხვანაირად გამოიყურებოდა და არის ასეთი რაღაცა. ამას სიმბოლურად დავარქვი აფეთქება, ანუ სტრესის, ანუ როდესაც ემოციას ვეღარ აკონტროლებ უკვე, როცა ვერ არის კონტროლის ქვეშ უკვე ის ემოცია. რისი ტოლია აფეთქება ახლა? გარემო პირობები პლუს ფიზიკური მდგომარეობა გამრავლებული დროზე. თურმე ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ აფეთქებას რა უძღოდა, წინა თუ ერთი დღის ამბავია, იმ დღეს რა ხდებოდა, გარემო პირობები რა მქონდა, დაუშვათ თუ სამსახურში ვარ, ხომ არ მომიხდა კონფლიქტი კოლეგასთან, ან რაღაცა შეცდომა ხო არ დავუშვით გუნდურად მთელმა გუნდმა სამსახურში, ან ჩემი შვილის გამო ხომ არ გამლანძღა მასწავლება. მოკლედ, გარემო პირობები უნდა დავაფიქსიროთ იმ დღეს, ან წინა 2-3 დღის წინ რა უძღოდა, სანამ მოხდა აფეთქება. უკონტროლობა ემოციის. შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ფიზიკური ფაქტორები რა იყო. ანუ ხომ არ იყო ბევრი ღამე გვიან დაძინება და გამოუძინებლობა ხომ არ არის უკვე დაგროვილი. ხომ არ იყო შიმშილი ხანგრძლივად, ანუ ძალიან მკაცრ დიეტაში თუ ვამყოფეთ ჩვენი თავდაშიმში. ანუ ფიზიკური და გადაღლა რა თქმა უნდა, ფიზიკურიც და ემოციურიც. ეს ფაქტორები ხომ არ იყო, ამას ვაკვირდებით. და შემდეგ ვაკვირდებით დრო, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ორი ფაქტორი. გარემო ფაქტორი და ფიზიკური ფაქტორი რამდენ ხანს გაგრძელდა. იმიტომ რომ გოჩა ნახე ძალიან მიყვარს თქვენი სტუდია და აი ფერები, მზის ფერებზე ვგიჟდები და აი არ ვიცი ძალიან ესეთი ახალი შუადღის ლოგოთი ჭიქაც და ნახე ახლა მე ერთ რაღაცას მაყურებლებსაც და თქვენც გაგაცნობთ. ახლა მე მიჭირავს ჭიქა, რომელშიც ალბათ 200 მილიგრამი წყალი, მილილიტრი წყალია სხი ალბათ, ხო? ანუ 250 მაქსიმუმი. ცოტა ხანი მე არ მიჭირს ახლა ამის აი ესე ჭერა რა, არ ვიცი რაღაცა პერიოდამდე ალბათ არ გამიჭირდება და რაც მეტი დრო გავა თანდათან გამიჭირდება. ხელი დამიმძიმდება და უკვე ასე გაღიმებული კი აღარ ვიქნები. აი სვამის გამკლავებაში ვიქნები, რომ როგორღაც მე ჭიქა არ დამივარდეს, ხო ესეა? შესაბამისად ზუსტად ანალოგიურად არის გოჩა. ზუსტად ანალოგიურად არის სტრესი. რაც უფრო დიდხანს გვიჭირავს ის ემოცია და სტრესი, რომელზეც აქ ვისაუბრეთ უკვე, მით უფრო მძიმდება. თითქმის აი ხვდები, რომ უკვე რაღაც წამი მიჭირავს, მაგრამ ხვდები, რომ ეტაპობრივად რამდენიმე წუთიც რომ გაგრძელდეს, უკვე სტრესულად შევიგრძნობ თავს. აი ზუსტად, ეხლა წარმოიდგინე ამას რომ ვაკავებ ჩვენს გონებაში და სხეულში სტრესის სახით. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, დადგით სტრესიც და ჭიქაც დროულად. ანუ ჩვენ თუ დროულად ამოვიცნობთ და ამას დავდგავთ ესე ვთქვათ, ზუსტად აი ამ ფორმულის წყალობით და გავშიფრავთ ჩვენს ამ აფეთქებას და უკონტროლებას რა უძღოდა წინ. ძალიან გაიარდა, რას გააკეთებთ, იცი, მე ვამბობ, რომ ალგორითმი უნდა გამოიყვანო. შენი საკუთარი ალგორითმი, დაუშვათ აფეთქებას და უკონტროლებას რა უძღოდა, ბავშვისთან გადაღლა, უძილობა თუ რა ფაქტორები უძღოდა, გამოიყვანე ალგორითმი და მე რა ხდება, ნახე გოჩა. თუ იწება ისევ აი ეს ამბები, შენი ალგორითმი რო ყავს გამოყვანილი, მე როგორც კი იწება, ეგრევე გახსენდება ეს ფორმულა, რომ მე თუ ეხლა ეს არ შევაჩერე, თუ გამოუძინებელი ვიქნები 3 დღე, მე დამემართება ფსიქოლოგიური აფეთქება, ემოციური, მე თუ ფიზიკურად გადავიღლები, დამემართებას და თავშივე, დასაწყისშივე ამას აკონტროლებ და ვცდილობ, რომ აღარ მისცე და დასდგა ეს ჭიქა მაგიდაზე და ის სტრესიც რა თქმა უნდა.
და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ და უკვე გითხარით სტრესს და ნეგატიურ ემოციებს როგორ უნდა გავუმკლავდეთ და კიდევ აი ესეთი კითხვა არის თუ რატომ არის თვით პროგრამირება ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და რაც ნიშნავს თვით პროგრამირება მაინტერესებს რომ განგვიმარტოთ თვით პროგრამირება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როგორ უნდა დავპროგრამირდეთ გეჩა, ნახე, ვიცით რომ კომპიუტერს აქვს პროგრამები, ხო? ჩვენს ნოუთბუქს, ყველაფერს, ჩვენს მობილურს აქვს პროგრამები. და არავის არ უფიქრია ხოლმე ესე ხშირად არ ფიქრობენ ადამიანები, რომ ჩვენს ცნობიერში და ქვეცნობიერში ჩვენი პროგრამები გვაქვს. და სწორედ იმან რომ დრო დაჩქარდა, გამოიწვია ის რომ მეც კი დამაფიქრა იმაზე, რომ როგორ შეიძლება მე ჩემს კლიენტებს და იმ ადამიანებს ცხოვრება შეცვლა უნდა მოკლე ხანში დავეხმარო. სწორედ მაგიტო შევქმენი აი ეს თვით პროგრამირების დღიური და ნახე როგორ რაღაცა რა ხდება თვით პროგრამირებისას. ანუ კითხვებზე დაფიქრებით, იმ კითხვებზე პასუხის მონახვით, შენს თავში რა თქმა უნდა, შენი პასუხების გაცემით იწყებ უკვე ჯერ პირველ ნაწილში სიტყვაზე იწყებ გაცნობიერებას, რომ საერთოდ რა მაქვს დასაპროგრამებელი. ანუ ლოგიკურია ის რაც მე მომწონს, იმას დავტოვებ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ის რაც მინდა რომ შევცვალო იმის დაპროგრამებას ვიწყებ. ოღონდ მანამდე ამას უძღვის ზუსტად მაგიტო კეთდება წინა პროცესი, რომ ის პროგრამები წაშალო, რაც არ მოგწონს. ესე ხა სიმბოლურად ვამბობ წაშალო, თორე უნდა წაშალო ზუსტად აი ესეთი გარკვევებით, ზუსტად კითხვებზე პასუხის გაცემებით და რაღაც წერითი პრაქტიკებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ დაუშვათ მე არ მომწონს ჩემი დღევანდელი ცხოვრება, როგორ გავაკეთო ისე რომ თვით პროგრამირების დროს წერის პრაქტიკა გადამწყვეტი. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ განსაკუთრებით მამაკაცებს აქვთ ეგ მოთხოვნა რომ არ შეიძლება რომ არ ვწერო და გონებაში გავცემ თქვენთან სესიაზე სიტყვიერად გიპასუხებთ. მე ვამბობ ესეთ რამეს რომ 10 ჯერ ასწრაფებს ისა წერა და სწორედ მაგიტო თვით პროგრამირება, როდესაც ხდება წერით, მაგალითად ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მოდი პატარა პრაქტიკად შევთავაზოთ თქვენს მაყურებლებს. მაგალითად, ზუსტად იმ სფეროებში, ეს 4 წამყვანი სფეროა, ხო? ჯანმრთელობა, ფინანსები, კარიერა, პირადი ცხოვრება, ნუ სხვაც დაამატეთ თუ გინდათ, ხო? ფინანსები, მოგზაურობა, დავუშვათ. რა აი ამ სფეროებში, რაც მინდა რომ, რაც არ მაქვს ამ ეტაპზე და მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდეს. აი ეს რაღაცეები ჩამოვწეროთ უბრალოდ ფურცელზე. და შემდეგ უკვე შეგვიძლია ავიღოთ ჩვენი ძალიან ესეთი მარტივად ავიღოთ მობილური, მოვნახოთ ხმისჩამწერი პროგრამა, ჩვეულებრივად ყველა მობილურს აქვს ეს და ჩავწეროთ უკვე აწმო დროში, რომ დავუშვათ მე ვარ რეალიზებული ჩემი დავუშვათ კარიერა, ჩემი ხელფასი, მე მოგზაურობ, მე ჯანსაღად ვიკვებები და ასე შემდეგ, აი ესეთი ფრაზები დაახლოებით მაქსიმუმი 1 წუთში რომ ჩაეტიოს, ყველაზე დიდი 2 წუთში. და წერთ ამაზე. შესაბამისად, შემდეგ ნებისმიერ თქვენთვის სასიამოვნო მუსიკას ადებთ და ერთ-ერთი მეთოდი, აი ეს წერას არ უკავშირდება და უფრო ისეთია ადვილი შესასრულებელი, ძილის წინ ვუსმენთ. რადგან ჩვენი ქვეცნობიერი ყველაზე ღია და ყველაზე ადვილად იმ ყველაფერს, ალბათ შეგიმჩნევიათ ბავშვობაში გაკვეთილი რო გქონდათ სასწავლი და ღამე თუ რაღაცას ჩაუჯდებოდი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერი თურმე ძილში აგრძელებს მუშაობას. და ძილის რასაც მოვასმენინებთ, რასაც ვაყურებინებთ, ამიტომ არ არის რეკომენდირებული გოჩა ძილის წინ ცოტა ისეთი ფილმების ყურება ან საინფორმაციოს მოსმენა. იმიტომ რომ ჩვენი ქვეცნობიერის როგორღაც უნდა შეუწყოთ ხელი და გავუნთავისუფლოთ, ესე ვთქვათ, რომ მან საკვებად ის თუ კი ძილში აგრძელებს მუშაობას, ისეთი რამე მივაწოდოთ, რაზეც დავაპროგრამებ ჩვენ თავს და რაც გვინდა რომ შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. საინტერესოა, მართლა საინტერესო რჩევები მოგცეთ, ამიტომ ძილის დაძინებამდე უნდა სასიამოვნო, ასე ვთქვათ, კრემო შევიქმნათ, რომ ჩვენ ქვეცნობიერსაც ის სასიამოვნო მივაწოდოთ, რომ უკვე ქვეცნობიერის დაპროგრამებული იყოს. ესე იგი, ეს ნიშნავს თვით პროგრამირება.
ერთ-ერთი მეთოდია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მეთოდებია და ერთ-ერთია დღიური წერა თვითპროგრამირების და მეორე არის აი ასეთი ძილისწინ მოსმენა. და ნუ რა თქმა უნდა, შემდეგი კითხვა არის, თუ რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ ტრანსფორმაციის გზაზე? რას ნიშნავს შეცდომა დაუშვი ტრანსფორმაციის გზაზე? შეცდომა დაუშვი ტრანსფორმაციის გზაზე არის სწორედ ეს მომენტი, რომ როდესაც იწყებ და ფიქრობ, რომ ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს. და ამის გარდა არის მნიშვნელოვანი, რომ გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, ანუ ჩვენ თითქოს ვაკვირდებით ერთ რაღაცას, რომ აი ეხლა მე თუ წერ, ვკითხულობ, ეს ყველაფერია და ამან შეიძლება რომ ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ყურადღება მივაქციოთ, გარემოცვა ვინა გვყავს. იმიტომ რომ ტრანსფორმაციის გზა არის არც ადვილია გავლა მაგ ტრანსფორმაციის გზის და ამიტომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვენი გარემოცვა ვინ არის. ანუ თუ ტრანსფორმაცია მინდა ჩემს გარშემო თუ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ჯერითი საერთოდ არ სმენიათ ეს სიტყვა და მეორეც კიდე მათთვის არ არის ესე ვთქვათ ესეთი მისაღები, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ის ტრანსფორმაციის გზის მომენტები არ ვუზიაროთ ხოლმე ყველას. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ისე რომ მithumetes ჯერ სანამ არა ვართ მყარად ჩამოყალიბებულები, ელემენტარულმა კომენტარებმა, ელემენტარულმა საკუთარი დედისაც კი რაღაცა იმან რომ ეხა ამან რა უნდა მოგიტანოს ან რა უნდა გაგაკეთებინოს, შეიძლება ფარხმალი თავიდანვე დააყრევინოს ადამიანს. და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მე სულ ვამბობ ხოლმე ესე რომ წარმატებული ადამიანების გზა, როდესაც ისინი გადიან ამ გზას, ამ გზაზე ძალიან ხშირად რა კარგი მაგალითი გამახსენდა. ბაყაყების რბოლა, გოჩა და ბაყაყების რბოლა? დიახ. ასეთ სიმაღლეზე ესეთი ის ტარდება კონკურსი, ბაყაყები უნდა ახტნენ და რაც შეიძლება მაღლა ავიდნენ და ჩვეულებრივ მაყურებლებადაც ბაყაყები ზიან და ერთმანეთს უზიარებენ ახლა ის რომ გულშემატკივრობენ მიდი და აბა შენ და აბა ისა და არა ეს ვერავაგაც ეს როგორავა ახლა ეს ვერ გაიმარჯვებს. მეორე კიდე რაღაცას იძახის რომ აი შუაში ჩაფლავდება ვერავა და მოკლედ იმათ ესმით ეს მათი მაყურებლების და გულშემატკივრების შეძახილები როგორი იმაშებია რომ თავიდან რომ ესე შემართებით რომ მიდი და მე რომ ეს ვერავა ამას არ გამოუვა ეს დამარცხება შუა გზაზე მოbrunდება. მართლა ზუსტად ესე მოხდა, გზადაგზა ჩამოიყარნენ სხვა ბაყაყები და ერთი ბაყაყი მოკლედ ძალიან მიზან დასაგულად ადის ძალიან ისე კარგად და ავიდა გოჩა და გაიმარჯვა. და მამათ მერთმეტში კი მაგრამ რანაირადო ამათმა რატო ყრუ იყო ის ბაყაყი. ესე იგი მოსმენთ სიტყვით, როდესაც ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანზე და ისე კარგება ალბათ ის შემართება мотиваცია. კი, განსაკუთრებით ოჯახის წევრების და ახლობლების და მეგობრების. აი იმათგან არ უნდა მისმენდეთ ამას, მიხვდი და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ტრანსფორმაციას როცა იწყებს ადამიანი თავიდან აი ეს გზა ეხა ბაყაყი რასაც გადიოდა სანამ მივიდა ფინიშამდე და მწვერვალამდე ჩუმად გაიარეთ. არ არის საჭირო ამაზე ყვირილი, არ არის აუცილებელი Facebook-ზე ამის და სოციალურ ქსელებში ამის აფიშირება, ჩუმა და იქ რომ ახვალთ, მერე უკვე ის მაყურებლები კითხავენ, როგორ შეძელი შენ ეს? უხრმესი მადლობა, მართლაც ის საინტერესო პასუხები დაგვიფრინეთ და ჩვენ გადაცემაც დასასრულს უახლოვდება და დასკვნით ასე ვთქვით, რომ შევეჯამოთ გადაცემა, რა ამ ყველაფრის შედეგად, როგორც კოუჩი, პიროვნული ზრდის ტრანსფორმაციის მენტორი, რა არჩევებს მოკლედ რომ მივაწოდოთ ჩვენ სურფას ტელემაყურებელს, რას ურჩევდით? პირველი, რა თქმა უნდა, მოდი შეჯამება გავაკეთოთ, ხო? ანუ გაიხსენეთ ყოველთვის ეს ჭიქა და ახალი შუადღე, რა თქმა უნდა, გოჩა და კი, აბა რა. და ისწავლეთ დროზე სტრესის დადგმა. ამის ფორმულა უკვე გაქვს დროულად დადგმა. ასევე ისწავლეთ როგორ დააპროგრამოთ საკუთარი თავი წარმატებაზე, ბედნიერებაზე და ფინანსებზე, ზუსტად იმ მეთოდით, რომელიც ავხსენით, რომ ჩაიწერეთ თქვენი საკუთარი ხმა და ძალიან კარგად ღებულობს ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენ ხმას. ამიტომ ძალიან სასიამოვნოდ მოხდება თქვენი თვითპროგრამირება. და ყველაზე მთავარი გოჩა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს იცხოვრე შენი ბედნიერი ცხოვრება.
აი ძალიან კარგი რჩევა იცხოვრე შენი ბედნიერი ცხოვრებით. და უღრმესი მადლობა რომ მოგწონდით ჩვენთან გადაცემაში. რა თქმა უნდა, თქვენ კვლავ კიდევ მოგიწვევთ კარგი საინტერესო კითხვებით, პასუხების დაბრუნებით და რჩევებით ჩვენ ზურფასტელი მაყურებელს მივაწოდებთ და წარმატებები მინდა რომ გისურვოთ. მადლობა ასევე. მადლობა თქვენ. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა პიროვნული ზრდისა და ტრანსფორმაციის მენტორი, კოუჩი, ქალბატონი ნინო მაღედანი. გემშვიდობებით ბედნიერად.